ორსართულიანი მატარებლის პირველი რეისი თბილისი-ბათუმი კი უკვე შესრულდა და დანიშნულების ადგილას ზუსტად 5 საათში ჩავიდა. შვეიცარიული კომპანია შტადლერის მიერ დამზადებული მატარებელი მხოლოდ 3 სადგურზე ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში ჩერდება და მას ერთდროულად 400-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ბათუმის რკინიგზის სადგურში ელექტრომატარებლის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ მატარებლის პირველ მგზავრებს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც დახვდა. როგორია ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სამგზავრო შემადგენლობა და მგზავრების პირველი შთაბეჭდილებები დეტალებით მარიამ სეთურიძე და გიორგი კიკვაძე. რამაზ ჯაბუნიძე 29 წელია საქართველოს რკინიგზაში მემანქანედ მუშაობს. თითქმის ყოველი დღე მისთვის მატარებლის ტექნიკური შემოწმებით იწყება. დღესაც ასეა, თუმცა ერთი განსხვავებით. ის ახლა საქართველოში პირველად ორსართულიანი მატარებლის სამართავად ემზადება. ამისათვის პროფესიული გადამზადების კურსი უკვე გაიარა. ახლა პირველ მგზავრებს შტადლერის ელექტრომატარებელი უნდა გააცნოს. ყველაფერს აღჭურვილია უსაფრთხოებით, ძველ მატარებლებთან შედარებით. სიარულიც უფრო რბილად დადის და აღჭურვილია ავტოპილოტით. იმდენად დამღლელი არ არის როგორც სხვა მატარებელი. ძალიან კარგი მატარებელია, თვითონ დარწმუნდებიან პირველი რეისებიცაც. მე მგონი ერთმანეთს გადასცემენ, რომ კარგია მატარებელი და თავარია გვირაბში ეტევა. როგორც ჩანს, ახალმა მატარებელმა მგზავრების მოლოდინს გადააჭარბა. გამგზავრებამდე ისინი სამგზავრო ვაგონებთან ფოტოებს იღებენ. როგორც აღმოჩნდა, პირველივე რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა და ახლა აქ 4-ვე ვაგონის 400-ზე მეტი ადგილია დაკავებული. მგზავრებს შორის უცხოელი ტურისტებიც მრავლად არიან. Hallo, ich bin Jessie. საქართველოში გერმანიიდან ჩამოვედი და აჭარაში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად მივდივარ. მატარებელი ნამდვილად კარგია. ასეთი ჩვენთანაც არის და ძალიან კომფორტულია. გილოცავთ ქართველებს ამ შენაძენს. ძალიან კომფორტულია, რა ვიცი, ბავშვი მშვენივრად გრძნობს თავს. საპირფარეშოში როგორც ვიცი არის სპეციალური ადგილი, სადაც ბავშვისთვის გამოცვლა და ასე შემდეგ შეიძლება. სისუფთავია და ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზია. სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მატარებელში, სადაც პირველ, მეორე და ბიზნეს კლასთან ერთად VIP სივრცეც არის, ვიდეო კონტროლი მიმდინარეობს. ვაგონებში უფასო ინტერნეტიც ხელმისაწვდომია. მგზავრთა უმრავლესობა არის აღფრთოვანებული, ძალიან მოსწონთ, ძალიან გამართულად მუშაობს კონდიცირების სისტემა. მატარებელში არის ბევრად მეტი სივრცე, რათა მგზავრებმა უფრო კომფორტულად შეძლონ გადაადგილება. ეს პირველად ასრულებს რეისს თბილისი-ბათუმის დანიშნულებით. ეს მატარებელი სრულიად განსხვავებული მატარებელია დანარჩენი მატარებლებისაგან, რომლებიც ყავდა. 4 შემადგენლობა შეიძინა საქართველოს რკინიგზამ, ესენი არიან შვეიცარიული მატარებლები, რომლებიც სრულიად აკმაყოფილებს ყოველგვარ მოთხოვნებს, როგორც მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით, ასევე მგზავრთა კულტურული მომსახურების კუთხით. შვეიცარიული წარმოების მატარებელმა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზაზე 8 გვირაბში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარა და ბათუმი ცენტრალის სადგურში შეკრებულ გულშემატკივარს საყვირით მიესალმა. პირველი წარმატებული რეისის მისალოცად სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, სერვისების გაუმჯობესებას, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ეს ძალიან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და მინდა მიულოცოს უყოლა ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე ტურისტებს. საქართველოს რკინიგზამ შვეიცარიული ფირმისაგან მატარებლების შესყიდვა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ გადაწყვიტა და შტადლერისაგან 4 ელექტრომატარებელი ჯამში დაახლოებით 40 მილიონ ევროდ იყიდა. ჯერჯერობით მგზავრებს მხოლოდ 2 მათგანი მოემსახურება. ისეთივე მაგარი მატარებელი, როგორც ევროპის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში გადაადგილდება და ემსახურება მგზავრებს, აი ზუსტად ის მატარებელი ეხლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ტურისტებს მოემსახურება და გადაიყვანს თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე. ეს არ არის არავის მატარებელი, ეს არის მთელი ქვეყნის, ეს არის თითოეული ჩვენგანის. მატარებლით მგზავრობის ღირებულება მომხმარებლისათვის უცვლელია. პირველი და მეორე კლასის ბილეთების ფასი 23 და 40 ლარია, ხოლო ბიზნეს კლასის ბილეთი 55 ლარი ეღირება. ორსართულიანი მატარებელი დღეში 2 ჯერ დილის და საღამოს რეისში ასრულებს.